ეს არის დღის არხი რადიო იმედზე. დავით მაღლაფერიძესთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.gr, my video.gr, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. შემოგვერთა პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა. ჩვენ შევეცდებით რომ შევაჯამოთ 2024 წელი, მთავარი პოლიტგამოწვევები, რაც გქონდა გასულ წელს და 2025 წლის პროგნოზი, რა მოვლენებს შეიძლება შევეხოთ, რა იმოქმედებს თითოეულ ჩვენთაგანზე, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ კონტექსტი, რომელშიდაც ცხოვრობთ, ჩვენს ყოველდღიურობაზე გავლენას ახდენს. კი ამბობენ, რომ ეს პროგნოზი ცოტა უმადური საქმეა, მაგრამ როგორც წესი ამ დროს ელოდებიან ხოლმე ადამიანები და მუდმივად აინტერესებთ ვერსიები და ვარაუდები რა იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები, რა მოხდება. მოკლედ, როგორ შეხვდა მსოფლიო 2025 წელს ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, ომები, გავლენის სფეროები და ახალი მოთამაშეები. ეს იქნება მთავარი აქცენტები, რომელსაც დღეს გადაცემაში დავსვათ ჩვენ სტუმართან ერთად. მოგესალმებით ირაკლი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს, შობას, ძველით ახალ წელს და გისურვებთ მშვიდობას. დიდი მადლობა. ჩვენც გილოცავთ. მოდით დავიწყოთ იმ რეალობით, რა რეალობაშიც ვართ, რა დაასრულდა 2024-ში და რა ჯერ კიდევ გრძელდება და რა იქნება 2025 წელს, ალბათ ყველას აინტერესებს, მაგრამ რაღაცნაირად სამი მთავარი მოთამაშე გამოვყოთ ამ შემთხვევაში, ეს არის ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი, სერბეთის პრეზიდენტი და ასევე შვეიცარიაც მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ტრამპის და პუტინის შეხვედრა შედგეს ბელგრადში, სთავაზობს სერბეთის პრეზიდენტი ამ შეხვედრას. მათ რა შეიძლება შეიცვალოს ამ რეალობის შემდეგ? პირველი რაც დასრულდა 24 წელს, ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ეს არის იმ გლობალისტური სამყაროს მშენებლობის პროექტი, რომელიც გამოცხადდა თავის დროზე ჯერ კიდევ დავოსის ფორუმზე, ხო? კლაუს შვაბის პირით, ეს დიადი გადატვირთვა და ახალი მსოფლიო წესრიგი. ეს რეალურად არის დასრულებული. მისი ლიბერალური ფორმა ყოველ შემთხვევაში. ეს გულისხმობდა რას ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელმძღვანელობის ქვეშ, ანუ სუპერმდიდრების რეალურად ხელმძღვანელობის ქვეშ ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, ერთიანი საკოორდინაციო სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული სახელმწიფოების როლი ან მინიმუმამდე იქნებოდა დასრული, ან საერთოდ გაქრებოდა ეს ცნება, როგორც ვესტფალიის ზავის ერთ-ერთი პროდუქტი მე-17 საუკუნიდან ჩვენ ვიცით, რომ ეს ეროვნული სახელმწიფოები ამ სისტემით დღემდე ცხოვრობთ, ხო, ვესტფალიის ზავის შედეგებია. ეს პროექტი დაასრულა ტრამპმა ამერიკაში არჩევნების მოგებით. ბაიდენის ადმინისტრაცია იყო ამ გლობალისტების და ჯერჯერობით კიდევ ფორმალურად არის ამ გლობალისტების ფასადური ჯგუფი, ასე ვთქვათ, ავანგარდი, რომელმაც იწვნია მწარე მარცხი და ეხლა წავა გადაფორმატირება. რატო მოხდა ესა? ჩემი აზრით, ამერიკული ეროვნული ელიტა სრული მობილიზაცია გამოაცხადა მთელი ეს წლების განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ისინი თვლიან, რომ 20 წელს მიღებული გამარჯვება არ დაუწერეს, ამის შემდეგ ხდება სრული მობილიზება ამერიკული ეროვნული ძალების კონსოლიდაცია და სხვათა შორის ამას საერთაშორისო ხასიათის ჰქონდა გარკვეულწილად, იმიტომ რომ ტრამპის ჯგუფი აქტიურად მუშაობდა უნგრეთის ხელმძღვანელთან, ვიქტორ ორბანთან, სხვადასხვა ჯგუფებთან, ვიცით ჩვენ სტივ ბენონი მოძრაობდა კონსერვატიულ ჯგუფებთან მთელს ევროპაში, ხდებოდა ასთა გასვლა-გამოსვლა, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის უხილავი იყო, მაგრამ აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა. ტრამპის გამარჯვებით ეს პროცესი დასრულდა, ახალი მსოფლიო წესრიგი იმ ფორმით, რაც ჩაფიქრებული იყო დავოსის მესვეურთა მიერ დასრულდა და ეხლა იწყება ძლიერი ამერიკის მშენებლობა, იმიტომ რომ წინა პროექტი, დავოსის პროექტი, გლობალისტების პროექტი გულისხმობდა ამერიკის მაქსიმალურ დასუსტებას და შესაძლო დაშლასაც კი, ვისკენაც მიყავდათ. ამერიკაში პოლარიზება არის უკიდურესად მძიმე, ინდოქტრინაციის ხარისხი არის საოცრად მაღალი, 60-იანი წლებიდან შევიდნენ უმაღლეს სასწავლებლებში და იქიდან იშტამბება ზომბირებული რაღაცა ნეოლიბერალური ტექნოლოგიის, ასე ვთქვათ, ადეპტები, ათასობით და შესაძლოა მილიონობით. აი ეს ყველაფერი ამ ყველაფერს ახლა გააჩერებენ
ნაბიჯ და ეს არ იქნება ევოლუციური რეფორმების გზები, ეს იქნება მკვეთრი რეფორმები, აი პირდაპირ ტრამპი რასაც სხვადასხვა ტრამპს ახასიათებს ერთი რამე, დათო რასაც ამბობს აკეთებს. მე არ მახსოვს, რომ ეთქვას რამე და არ გაეკეთებიოს, ან არ ეცადოს იმის გაკეთება. შეიძლება არ გამოუვიდა რაღაც წინა ვადაში, ხო, პირველი ვადის დროს მისი პრეზიდენტობის. შესაბამისად ის ამბობს, რომ მაგალითად განათლების დეპარტამენტს საერთოდ გავაუქმებ, ხო, და შტატებს გადასცემს პრეროგატივას, რომ განათლების სფეროები, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლების რეგულაციის საკითხები, აკრედიტაციის საკითხები განეხილონ. ასევე ის აპირებს მართველი სტრუქტურების სრულ რეფორმირებას, სახელმწიფო დეპარტამენტის მაგალითად USAID ამბობენ, რომ USAID-ის საერთოდ გაუქმება სურს როგორც არაეფექტური სტრუქტურის ხალხის შეცნულ კადრები წყვეტენ ყველაფერს, ეს ცნობილი გამოთქმაა და ყველა დროსა და სივრცეში მოქმედებს. რა თქმა უნდა, კადრების ცვლილება იქნება და საბოლოო ჯამში ჩვენ ახლა ვიწყებთ იმის ყურებას, სადღაც 21 იანვრიდან ინაუგურაციის შემდეგ, როგორ დაიწყებს ტრამპი ძლიერი ამერიკის მშენებლობა. ბოლო წლებია ჩვენ ველოდებით ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ომის დამთავრებას. და ზუსტად ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ტრამპის და პუტინის შეხვედრა. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება მოიტანოს ამ შეხვედრამ? რეალურად 2025 წელი შეიძლება აღმოჩნდეს რაღაცნაირად გარდამტეხი ამ ომში და მის დრამატურგიაში? კი, უდაოდ ტრამპს ეს კონფლიქტი როგორც ასეთი არ აწყობს, თუმცა დაწყებული კონფლიქტის გაჩერება ძალიან რთულია, ნებისმიერ ომს აქვს თავისი ინერცია და ეს ინერცია ომის წინა ხანგრძლივობის 15-20% ყოველთვის შეადგენს ხოლმე. ძალიან რთულია, როდესაც ახლა რაღაცა 9 მილიონიანი არმია ფრონტზე გიდგას და უცებ ერთ დღეში ვერ წაიყვან იმათ სახში. ეს ეხება ორივე მხარეს. ეს თვითონ ფრონტის და ომის თვისება ინერცია. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მოთამაშე და ინტერესანტია, ბენეფიციარიც. მილიარდები ტრიალებს, ვიცით რომ ბიზნესია. და აგერ ზელენსკიმ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ლექს ფრიდმანთან, ამერიკელ ბლოგერთან თქვა, რომ ჩვენ გამოგვიყვეს 177 მილიარდი დოლარი ომისთვის და მივიღეთ მხოლოდ 9. დანარჩენი საწავი და მოკითხეთ თქვენს კორუმპირებულ ხალხს. და ახლობთ, მოკითხავენ ჩემი აზრით, ილონ მასკი და რამასვამი ჩაუდგნენ სათავეში ამ სამთავრობო ხარჯების კონტროლს და მთავრობის ეფექტურობის ღონისძიებებს ეგენი აფასებენ და შესაბამისად ამას რა თქმა უნდა მიყვებიან. ტრამპი რა თქმა უნდა დაიწყებს და უკვე დაიწყო სამშვიდობო გზების ძიება, როგორც მინიმუმ კონფლიქტის ესკალაციას ხელს არ შეუწყობს. თუმცა არსებობს მეორე მიდგომა, რომელსაც აი მაიკ უოლცი ტირაჟირებს ხოლმე, ტრანსლირებს. მაიკ უოლცი არის ტრამპის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში. ის ამბობს რუსეთთან მოლაპარაკება ძალის პოზიციიდან, ანუ ძლიერი პოზიციიდან. ცოტა რთულია ასეთი პოზიცია მოიპოვა რუსეთთან, რომელიც ბირთვული სახელმწიფო და უზარმაზარია. მაგრამ ისინი შეეცდებიან. მე უკვე დაიწყო არაფორმალური კონტაქტები ტრამპის გუნდსა და რუსებს შორის, რაღაც შეხვედრები იყო შვეიცარიაში, ყატარში, მიმდინარეობს მომზადება და უკვე ოფიციალურადაც კი გამოცხადდა გუშინ წინ თუ არ ვსწრები, რომ მზადდება პუტინის და ტრამპის მომავალი შეხვედრა, რომელიც შესაძლოა ძალიან მალე იყოს. აი თქვენ ბრძანეთ, რომ სერბეთის პრეზიდენტმა შესთავაზა, სერბეთი როგორც პლატფორმა, ასევე იყო შვეიცარიის შეთავაზება, მუდმივად არის ანკარის შეთავაზება, ხო, რომ ბევრი სახელმწიფო დაინტერესებული მედიაციის როლი შეასრულოს. იმიტომ მედიაცია ყოველთვის სასარგებლოა იმ ქვეყნისთვის, ვინც ამას აკეთებს, განსაკუთრებულ ბონუსებს იღებენ ამ შემთხვევაში ქვეყნები. თქვენ ახსენეთ ილონ მასკი, ევროპის და ამერიკის ურთიერთობაზე მინდა ვიკითხო. მან საკმაოდ საინტერესო პროვოცირება მოახდინა რეალურად დონალდ ტრამპისა და ევროპელი ბიუროკრატების შორის დაძაბულობის კონტურები გამოჩნდა.
როგორ შეიძლება ეს სურათი ამ წლის განმავლობაში გამოჩნდეს და რა ვთქვათ მიმართულებებს და განშტოებებს პოვებს. ეს ელონ მასკის მოქმედებები და მისი აქტიურობა ევროპულ ასპარეზზე მიუთითებს ერთ რამეს, რომ ტრამპი აუცილებლად განიხილავს ევროპულ ასპარეზს როგორც მისი პოლიტიკის ანექსს, თანდართულ ასე ვთქვათ სივრცეს, სადაც მას სჭირდება ძალიან ფართო მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფები. დღესდღეობით პოტენციურად მას ყავს ეს ორბანის ფიდეს პარტია, უნგრეთი, ყავს ჯორჯია მელონი, იტალიის მმართველი გუნდი. ისინი ფსონს აკეთებენ, აგერ გამოჩნდა ცალსახად ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელიც მარგინალიზებული იყო გერმანული მეინსტრიმის მიერ, მაგრამ მასკმა ფაქტიურად აიყვანა ეს უმაღლეს ნიშნულამდე, როდესაც 3 საათიანი სტრიმი ჩაწერა ალისა ვაიდელთან, ალტერნატივა გერმანიისთვის ერთ-ერთ ლიდერთან, ორი თანათავმჯდომარე ყავს ამ პარტიას. და რომელიც შესაძლოა კანცლერიც კი გახდეს. ამის შანსები ჯერჯერობით ნაკლებია, იმიტომ რომ 23% აქვს რეიტინგი. მაშინ როდესაც ქრისტიან დემოკრატებს 30% აქვს, ხო 7% ჩამორჩება. მაგრამ იქ ვიცით რომ კოალიციური მთავრობები ყალიბდება და შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. ხო გააჩნია სარა ვაგენკნეხტი რა შედეგს დადებს, რომელსაც 6-7% ქონდა, მაგრამ შესაძლოა ამ მასკის აქტიურობების ფონზე სარა ვაგენკნეხტის რეიტინგიც გაიზარდო. სარა ვაგენკნეხტი ასევე იყო ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი და შემდეგ ისინი გაიყვნენ, თუმცა პლატფორმები დაახლოებით ერთნაირი აქვს კონსერვატორული. შესაბამისად ისინი ჩვენ ვხედავთ რომ მასკი ასევე ატერორებს კარგი გაგებით ბრიტანეთის მმართველ პარტიას, მაკრონს და შოლცს საერთოდ სულელს აძახის, ხო? აგრესიულად დაიწყეს ქმედება ტრამპის გუნდმა და აგრესიულობა ახლა თვითმიზანი მათთვის არ არის, უბრალოდ ამ დროის მოგება უნდათ აგრესიულობით და ბულინგით და ზეწოლით დროს მოიგებენ და უფრო ეფექტურად გააკეთებენ. და საერთოდ ჯამში ეს მათ იმისთვისაც ჭირდებათ, რომ მოხდეს ამერიკის გამსხვილება. ეს კანადის შეერთების მომენტი, გრენლანდიის შეერთების მომენტი, პანამის არხის კონტროლის ქვეშ დაბრუნების მომენტი. ეს არის საჭირო და აუცილებელი ნებისმიერი მათემატიკური გამოთვლებით, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ჭირდება ჩინეთთან მომავალ დაპირისპირების დროს. დაპირისპირებას როცა ვამბობთ, არ უნდა ვიგულისხმოთ აუცილებლად ცხელი ომი, ხო? ეს დაპირისპირება შეიძლება იყოს კონკურენციაში გამოხატული, სამხედრო სტრატეგიულ სვლებში, ეკონომიკაში, ტექნოლოგიების განვითარებაში, განსაკუთრებით ციფრული ტექნოლოგიები, რობოტექნიკა, ნანოტექნოლოგიები, ამ სფეროებში. და ნებისმიერი დათვლებით შეერთებული შტატები თუ არ გამსხვილდა, როგორც ტერიტორიულად, ასევე მოსახლეობით, მას სამომავლოდ გაუჭირდება ჩინეთთან კონკურენცია. აქედან არის გამოწვეული ტრამპის სურვილი შეიერთოს კანადა, შეიერთოს გრენლანდია და პლუს ამას ემატება ის, რომ გლობალური დათბობის ფონზე სულ უფრო და უფრო ასე ვთქვათ, გამოყენებითი ხდება არქტიკის სივრცეები. არქტიკაში დაახლოებით 40%-ზე მეც აკონტროლებს რუსეთი, იმიტომ რომ დიდი გასასვლელი აქვს, ხოლო შეერთებულ შტატებს აქვს მხოლოდ ალიასკის სეგმენტი, ანუ ძალიან მცირე და კანადას აქვს უზარმაზარი, გრენლანდიას აქვს უზარმაზარი. ამ გასასვლელების კონტროლი ჭირდება და გარდა ამისა გლობალური დათბობის ფონზე კანადის სულ უფრო მეტი ყინულის ქვეშ მყოფი მიწები შევა სოფლის მეურნეობის, ასე ვთქვათ, ბრუნვაში. ხოლო შესაძლოა ბევრი ამერიკული მიწა გამოვიდეს ამ ბრუნვიდან, იმიტომ რომ სიცხე იქნება და ვერ მორწყავენ უბრალოდ. ეს პროცესებია და რუსებსაც ეს უხსნით უზარმაზარ მიწის მასივებს, რომელიც მუდმივი გამყინვარების ქვეშ იყო დაუშვათ 5-10 წლის წინ და 10-15 წლის შემდეგ იქ შესაძლებელი იქნება ხორბლის დათესვა. ამ პოტენციებზე და პოტენციალებზე მიდის ახლა და ტრამპი ჯერჯერობით არ ამბობს, მაგრამ თეორიაში თუ ალგორითმით ჩაუждებით, ხო, მას კიდევ ასევე ჭირდება კუბის აღება. უბრალოდ კუბაზე არის სპეციფიური შეთანხმება 60-იანი წლების ყარების
კრიზისის დროს და კუბას ჯერჯერობით ხელს ვერ კიდებენ, თუ იქ თვითონ არ შეიცვალა ის წყობა, ამაზე შეთანხმება არის მიღწეული ჯერ კიდევ ხრუშჩოვსა და კენედის შორის. და ამერიკელები ჯერჯერობით იცავენ ამ შეთანხმებას, თუმცა მექსიკის ყურეს და კარიბის ზღვის აუზს ისინი ამერიკულ ყურეს აპირებენ რომ დაუძახონ. ინაუგურაცია, ერთ-ერთი აქტუალური თემა, ერთი კვირა რჩება 20 იანვარი ყველა საინტერესებს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც მიიწვიეს და ვინც არ მიიწვიეს ამ ინაუგურაციას. ამ სურათმა გამოქვეყნებულმა სახელებმა და გვარებმა რა დაგვანახა? დაგვანახა ის, რომ ტრამპის მხარდამჭერები და ტრამპის პოტენციური ალიანსები მსოფლიოში არც ისე ბევრია. სულ რამდენიმე კაცი მიიწვია, პირველი მიიწვია სი ძინპინი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთი ნომერ პირველი პარტნიორია, სავაჭრო პარტნიორი ამერიკის. 700 მილიარდის ფარგლებშია მათი ბლოკი. ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ სი ძინპინი როგორც ჩანს არჩევა, ჩავა ვიცე-პრეზიდენტი, ან ვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი. ვიქტორ ორბანი არის მიწვეული, სალვადორის პრეზიდენტი არის მიწვეული. არგენტინის პრეზიდენტი მილეი, ეს დროშებით რო დარბოდა არგენტინელი ტრამპი. ეგ არის მიწვეული და არ მინდა გამომჩეს, მაგრამ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. დანარჩენი მე ველოდი რომ ერდოღანს მიიწვევდა, მაგრამ როგორც ჩანს ერდოღანზე ამ სირიული კომბინაციის გამო ცოტა შეფიქრიანებულები არიან, იმიტომ რომ სირიაში რაც დაალაგდა თლათ ამერიკელებთან შეთანხმებული როგორც ჩანს არ იყო ამ ფორმით ყოველ შემთხვევაში. იქ ისრაელის და ქურთების მომენტია, მოკლედ ეს ცალკე დიდი თემა. და რა ვიცი, ინაუგურაცია იქნება პომპეზური, როგორც ტრამპს უყვარს ხოლმე, 170 მილიონი დოლარი უკვე შეიკრიბა. სალომე ზურაბიშვილი არ არის ტრამპის მიწვეული, თუმცა საორგანიზაციო კომიტეტი ყიდის ბილეთებს და ნებისმიერ შეუძლია ონლაინ ან მიმართოს ორ კომიტეტს იყიდოს ეს ბილეთი, იქ სხვადასხვა ფასიანი ბილეთებია, $1000-დან $500,000 კი ღირს. ოღონ VIP ლოჟაში მაგალითად ცუკერბერგს ტრამპმა გადაახტევინა $1,000,000 რომ დაესწროს მას ინაუგურაციას. YouTube-ის ხელმძღვანელსაც ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ციფრული პლატფორმის ლიდერსაც და ჯამში 170 მილიონი მოაგროვეს და როგორც ჩანს 200 მილიონამდე მოაგროვებენ საინაუგურაციო ფონდს. იქნება შთამბეჭდავი, ესე იგი ხალხმრავალი ღონისძიება, მაგრამ მაინც ეს სიმბოლური აქცია აჩვენებს იმას, რომ ტრამპს ბევრი საერთაშორისო მოკავშირე არ ყავს და ის შეუძლებლად შეეცდება, რომ ეს მოკავშირეების რაოდენობა გაზარდოს და ის ძალები, ვიზაც მას სურს ფსონი გააკეთოს, გააძლიეროს. ლიბერალების ფსევდოლიბერალები დავარქვათ, იმიტომ რომ ახლა ლიბერალი მე და შენ ვართ, კლასიკური გაკეთებით ხო, რასაც ჰობსი გულისხმობდა მაგალითად. ეს თანამედროვე ტექნოლოგიური ნეოლიბერალების დევნა გაგრძელდება, მათი წმენდა იქნება ეპიკური შეერთებულ შტატებში. ევროპა წინააღმდეგობას გაწევს, მაგრამ მაინც მოუწევს ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევა, თუ არა და საერთოდ დაკარგავენ იმ თავის პროექტს, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია. ესეთ პროცესებს უნდა ველოდოთ, მაგრამ მთავარი დაზარალებული, რა თქმა უნდა, ევროკავშირი იქნება ამ პროცესებში. სი ძინპინი, ჩინეთი და მისი გავლენის ინტერესები და სფეროები 2025 წელს. თავად ტრამპი ორი კვირის წინ სი ძინპინზე ამბობს, რომ ის არის ძლიერი და ძლევა მოსილი ადამიანი, რომელსაც ჩინეთში პატივს სცემენ. ამ შეფასებით ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თანამშრომლობა 2025 წელს გაგრძელდება, რა შეიძლება თქვათ, თუნდაც ამ ტანდემმა დანარჩენ მსოფლიოს ანახოს. მე ვფიქრობ, რომ სამკუთხედი, ესე იგი, შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი, აი ამ სამკუთხედში განვითარდება მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მოვლენები. ოღონდ უნდა გვესმოდეს, რომ ტრამპის მოსვლასთან ერთად ამერიკის დასუსტების პროცესი შეჩერდა. ჩვენ ახლა დღეს კი შეიძლება ვიმყოფებოდეთ მრავალპოლარულ სამყაროში, მაგრამ ტრამპი ნიშნავს ძლიერ ამერიკას. ამიტომ თუ მას საშუალება ექნება და ძალიანაც არ შეუშლიან ხელს, რომ ამერიკა გააძლიეროს,
ამერიკა 2-3 წელიწადში გახდება ისევ ზემძლავრი სახელმწიფო, ისევ ჰეგემონი, მაგრამ გააჩნია რით, იმიტომ რომ შეერთებული შტატები აი 70-იან, 80-იან წლებში მოქმედებდა გარკვეული წყება, ასე ვთქვათ, პრინციპების და იდეების, რომელიც ხალხისთვის, ბევრისთვის, უცხოელებისთვის მომხიბვლელი იყო, მათ ჰქონდათ ეს მორალური უპირატესობა, იმიტომ რომ თვითონაც მისდევდნენ ამას, მაგრამ 90-იანი წლების რაღაც მეორე ნახევრიდან ხდება მოშვება, ასე ვთქვათ, ამერიკის, აი რომ გაინაღდებ რაღაცას და მე რო ეშვები, რამაც გამოიწვია დეგრადაციაში შესვლა ამერიკული პოლიტიკური ესტაბლიშმენტის, ანუ ამერიკული ელიტის. აღარ ხდება ანტიტრასტული კანონმდებლობის დაცვა და ანტიტრასტული ანუ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. გაძლიერდნენ და თავს გავიდნენ, ასე ვთქვათ, ტრანსნაციონალური კორპორაციები, განსაკუთრებით ფარმა ბიზნესი, თვითონ შეერთებულ შტატებში გადავიდნენ ძარცვაზე. ნუ ჩვენთან რაც ხდება ფარაფთიაქებში, მონაგონია იმასთან, რაც ამერიკაში ხდება. მოკლედ, აი თუ რაღაცა ეს მორალურ ზნეობრივი საზღვრები არ შემოიღო, ტრამპს გაუჭირდება სოფლიოსთან, იმიტომ რომ ლიბერალებმა და მიწაზე დაიყვანეს, გაანულეს თითქმის ამერიკული რეპუტაცია, ამერიკული სანდოობა, ამერიკის იმიჯი, როგორც რაღაც სიკეთის მომტანი ძალის. ასე აღარ არის და ნუ ამას აპროტესტებს ბევრი ამერიკელი, იწერება უკვე რომ დავანებოთ უნდა თავი რაღაცა უაზრობებით შესვლას სხვა ქვეყნებში, უნდა შევიდეთ თანამშრომლობის პაკეტებით, ბიზნესით, ეკონომიკით, უსაფრთხოებით, ენერგეტიკით, ბანკით და ასე შემდეგ. აი ეს სხვა მიდგომაა და რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვითხოვთ ხო მაგალითად საქართველოს და ქართველი ხალხი და მოაზროვნე ნაწილი ამ ხალხის მივედით ჩვენს ქვეყანამდე. ფაქტობრივად საუბრის ბოლოს ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა თქვენთვის, ჩვენც მოლოდინი გვაქვს ამ ინაუგურაციის და მოვლენების განვითარების, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციასთან შეიძლება მოხდეს და დაალაგდეს, რა შეიძლება შეიცვალოს ამ ურთიერთობაში, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში. ასევე საინტერესოა კიდევ გადადგმული ნაბიჯები, რაც 2024 წელს ვფიქრობ ხელშესახები იყო ჩინეთთან მიმართებაში. ამ კუთხით რა მოლოდინი გაქვთ უკვე 2025-ში. რა ვთქვათ პროგრესი შეიძლება იყოს, ან რა ტიპის ვთქვათ თანამშრომლობები შეიძლება გაჩნდეს კიდე დამატებით. ნუ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ჩვენ წესებს ვერ ვაწესებთ სოფლიო არენაზე. არსებობს სამი სახის სახელმწიფოები. ერთი, ვისაც შეუძლია წესები დააწესოს, მეორე, ვისაც არ შეუძლია წესები დააწესოს, მაგრამ არ ემორჩილება დაწესებულს და მესამე, ყველაზე დიდი რაოდენობა, ვინც დაწესებულს ემორჩილება. აი ჩვენ უნდა ვიყოთ ამ მესამე რანგის ქვეყანა, ხო? დღეს წესები აღარ მოქმედებს, პოზნამის სოფლიო დაშალეს, არც მეორე 90-იანი წლების საეტაპო შეთანხმებები აღარ მოქმედებს. შესაბამისად, ახალი წესების გამომუშავებამდე ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი რეგიონის მარტო საქართველოზე არ იქნება შეთანხმება. იქნება რეგიონზე შეთანხმება ევრაზიაზე, თუ სამხრეთ კავკასიაზე, თუ ახლო აღმოსავლეთზე, მე არ ვიცი, მაგრამ დასავლეთ აზიაზე, ხო, ჩვენ მაგალითად სოფლიო ბანკი მიგუჩნევს, რომ ვარ დასავლურ აზიური ქვეყანა. მათ საიტზე კლასიფიკაციაში ჩანს. როცა დიდი ძალები შეთანხმდებიან, აი იმ შეთანხმებას უნდა მოვერგოთ ჩვენ. თუმცა მანამდე რა თქმა უნდა იდეების გენერაცია შეგვიძლია მივაწოდოთ, ვიაქტიუროთ ამას ქართული დიპლომატიისთვის დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა. არ უნდა შეგვეშალოს, აი ხა ჩვენ გვაქვს რა, რომ არ დავემორჩილეთ და დასავლეთის იქ რაღაცა ომის პარტიას თუ რაღაც ჯანდაბა პარტიის მოთხოვნას რომ დაგვეწყო ჩვენს ხო რაღაც საბრძოლო მოქმედებები. კი, მაგრამ ეს არ დამორჩილეთ მათი თამაში. ხო, რომელიც და დამღუპველი იყო ჩვენთვის, მაგრამ ეს არ დამორჩილება არ უნდა გადაგვეზარდოს ანტი განწყობებში, რადიკალურ ანტიდასავლურ განწყობებში ან ანტიამერიკულ განწყობებში ეს სახიფათო იქნება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საბოლოო ჯამში დიდი ძალები შეთანხმდებიან და ყველასთან უნდა დაგვჭირდეს მისასვლელი სათანამშრომლო და გასაგრძელებელი, იმიტომ რომ ეს ცხოვრება მარტო ამ უკრაინის ომით არ მთავრდება, ხო, გრძელდება და თაობები მოდის.
უკრაინას და მას ბოდიში ჩინეთს და რუსეთს რაც შეეხება, მაინც ახლა როცა პოტენციალებზე საუბრობთ, ხო? არც რუსეთი არ არის ამერიკის კონკურენტი და კარგად რო ჩავხედოთ, ხო, არც ჩინეთი არ არის ამერიკის კონკურენტი ყოველ შემთხვევაში დღეს. კიდე ტექნოლოგიების თვალსაზრისით, კი რაღაცა მასშტაბები, ახლა მოსახლეობა, დიდი მონაცემების თეორიები მოქმედებს და ეს სხვა პოტენციალები აქვს ჩინეთს, რაც პლუსია, მაგრამ უამრავი მინუსიც აქვს, ხო, სისუსტეები აქვს. ანუ ჯერ არ არის მსოფლიო იმისთვის მზად, რომ რაღაცა გინდა თუ არა ბიან ტრიპოლარული სამყარო შეიქმნას. ამიტომ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს და მე ვფიქრობ, რომ ტრამპის ხელმძღვანელობის ქვეშ ერთგვარი ჩარჩო შეთანხმება დიდ ძალებს შორის მოხერხდება, იქნება ეს 1 წელიწადში, 2-ში თუ 3-ში, რო გვიჩვენებს. მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც. დროებით.